მოკლედ ასე იდეის დონეზე თუ გნებავთ დიპლომატიური ეთიკიდან გამომდინარე, ისევ და ისევ იმიტომ რომ ალბათ ბოლომდე არ დაეწვა ეს დიპლომატიური ხიდები ტრამპთან სამომავლო ურთიერთობისთვის, პუტინმა თქვა რომ კი, როგორ არა მე თანახმავარ და მინდა მშვიდობა მეტიც მან რამდენადაც ცინიკური არ უნდა იყოს თქვა რომ მას სულაც არ უხარია ადამიანების მსხვერპლი, რომლებიც ფრონტზე თუ მის მიღმა იხოცებიან. თუმცა აი ამ ვითომ მშვიდობის მყოფელი პირველი წინადადებების მიღმა არის აბსოლუტურად სხვა და საპირისპირო შინაარსის პასუხი მშვიდობაზე. არანაირი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტა არ შედის პუტინის ინტერესებში და გეგმებში და ეს გამოჩნდა ძალიან ცალსახად გუშინ მოსკოვში განვითარებული მოვლენების დროს. სწორედ აი ამ ყველაფერზე ვაპირებ რომ დღეს გესაუბროთ, აქვე მოგესალმებით, მე ვარ ბექა პატურაშვილი, თქვენ უყურებთ Red Lines, ვინც ახლა აღმოგვაჩინა და პირველად ხედავს ჩვენ არხს, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი აქვე. ვინც მანამდეც გვადევნებდით თვალს, სავარაუდოდ ნახავდით ჩემს წინა ვიდეოს, სადაც პროგნოზს ვაკეთებდი რა მოხდებოდა სწორედ მოსკოვში გუშინ და ვამბობდი იმას რომ არანაირად არ მქონდა მოლოდინი რომ პუტინი დათანხმდებოდა 30 დღიან ზავს და იქ რაღაც გარკვეულ არგუმენტებს ვასახელებდი. ეს პროგნოზი ცხადია გამართლდა და მოდით ვიდრე უფრო დეტალურად მივალთ იქამდე თუ რა თქვა პუტინმა, პრინციპში შესაძლოა ბევრი თქვენგანი უკვე გაეცნო კიდევაც ამ განცხადებებს, რადგან გაინტერესებთ ეს თემა. დღევანდელ ვიდეოში დიდწილად მე ვაპირებ ვისაუბრო ამ ფორმებზე, რაც გუშინ ნახეთ მოსკოვში და ჩემთვის ეს ყველაფერი იყო ძალიან სიმბოლური, ძალიან დიდი ირონიით სავსე და პირდაპირ გეტყვით რომ ეს ჩემთვის წარმოადგენს ასეთ ფაქტს რა, ცხადია რომ პუტინმა პირდაპირ დაამცირა ამერიკის შეერთებული შტატები. შეიძლება ითქვას რომ დასცინა აი ამ თავისი გუშინდელი ქცევით და განცხადებებით ტრამპსაც, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და არამხოლოდ პუტინმა, პრინციპში ლუკაშენკომაც არ გააკეთა ნაკლები, რომელიც მის გვერდით იჯდა უფრო სწორად აი ამ შეხვედრის დროს. მოდით დავიწყოთ თავდაპირველად იმის მიმოხილვით, რა მოხდა, წარმოიდგინეთ ვიტკოფი, შტატების წარმომადგენელი, ტრამპის პირადი წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ჩადის მოსკოვში, შუადღეს თუ არ ვცდები ის უკვე მოსკოვში იყო და ამ დროს, როდესაც საკვანძო საკითხი არის, მთელი მსოფლიო ველოდება იმას, რომ საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ და იმ პირობის მოსმენის შემდეგ, რომ უკრაინამ მზად არის 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარი დაუჭიროს და ახლა როგორც ტრამპმა თქვა, ბურთი არის პუტინის მოედანზე, უკვე მოსკოვში არის ტრამპის წარმომადგენელი და რას აკეთებს ამ დროს პუტინი? ხვდება ლუკაშენკოს, რომელსაც თითქოს 1 დღის მერე, 2 დღის მერე, ან მანამდე, ან თუნდაც, რა ვიცი, ამერიკის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ვერ შეხვდებოდა, მაგრამ ესეც ჩემი აზრით არის სიმბოლური, რომ ამბავი, რომელიც გვაინტერესებდა, სწორედ აი ამ ფორმატში გავიგეთ და აი ამ ფორმატში ვნახეთ, როგორც ვნახეთ. წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიოს მედიის ყურადღება მიპყრობილია, უამრავი კამერაა, უამრავი დასავლური მედია არაერთი ამას მათ შორის CNN, Sky და სხვაები გადასცემენ პირდაპირ ეთერში, ხდებიან პუტინი და ლუკაშენკო და იწყებენ საუბარს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე და საუბრობენ, რა ვიცი, იქ ესაც სასაცილო იყო ცოტა, რომ როგორ უნდა აწარმოონ ჩიპები თანამედროვე ტექნოლოგიებში, როგორ უნდა ეს გაცვალონ ინვესტიციები, როგორ უნდა გააკეთდეს მინსკისა და მოსკოვის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი და სოფლის მეურნეობა და განათლება და სტუდენტები და ასე შემდეგ, მთელი მათი რაღაც ეს საკითხები მიმოიხილეს და ამის შემდეგ უკვე ამ პირველ მათ განცხადებებშიც კი არა, როდესაც ჟურნალისტებისთვის დადგა ეტაპი, რომ მათ შეეძლოთ კითხვების დასმა, სწორედ ამ კითხვა-პასუხის ეტაპზე სხვათა შორის
აი ესე ჩააჩოჩეს ეს თემა და სხვათა შორის აი ესე კითხვა დასმულზე პუტინი და ლუკაშენკო განცხადებებს აკეთებენ უკრაინის საკითხზე, ხო? ნუ ახლა აქ ერთია კიდევ გასათვალისწინებელი, რომ როგორ გამოიყურება მთლიანად ეს შეხვედრა და ეს პრესკონფერენცია, ხო? ხო ცხადია, რომ იქ ახლა ვინც კითხვებს სვამდა, ეს იყო რუსული არხები, ბელორუსული არხები და მათ ყველას წინასწარ გაწერილი ჰქონდათ რიგითობაც და კითხვების შინაარსიც, ხო? ნუ მიდგა საქმე ერთი სიტყვით, როგორც ნახეთ, საბოლოოდ რომ რას ფიქრობთ ამ უკრაინის მზაობასთან დაკავშირებით და აქ სწორედ პუტინი ამბობს ასეთ რამეს, რომ კი მე თანახმავარ მშვიდობაზე, მაგრამ და აი ამ მაგრამის შემდეგ იწყება მთელი რიგი საკითხების ჩამონათვალი და აი ამ შინაარსიდან რომ ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იქ კონტროლზე, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რომ უკრაინისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას არ მოემსახურება ეს ერთი თვე, ისინი არ გადაიარაღდებიან, ისინი არ გადაჯგუფდებიან და ასე და ასე შემდეგ, ნუ ერთ სიტყვით მთელი ჩამონათვალი გააკეთა პუტინმა, რატომაც ფიქრობს, რომ არა, ესე ბატონო არ გამოვა და რანაირად შეიძლება ამ მოცემულობაში ვინმე ხელი მოაწეროს, რუსეთმა ხელი მოაწეროს 30 დღით ზავის ძალაში შესვლას, ეს მათთვის არ იქნება მომგებიანი, ეს მხოლოდ აწყობს უკრაინას, გარდა ამისა ის აქცენტს აკეთებს, რომ დღეს თურმე რუსეთს აქვს სრული უპირატესობა საბრძოლო მოქმედებებში, მისი ჯარები მხოლოდ და მხოლოდ წინ მიიწევენ და ამ პირობებში რა უყონ, მაშინ თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოხდება იმ ალყაში მოქცეულ ხალხს, ვინც არის კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან. მოგვიანებით მე ამას უპასუხა გენშტაბმა უკრაინის და თქვეს რომ არანაირი ალყა არ არის, ნუ კარგი, ამას თავი დავანებოთ. და რა, ნუ ცალსახა უარი საბოლოოდ და იმის თქმა რომ აქ კიდევ ერთი ქვეტექსტია გასათვალისწინებელი, რომ აი ამ ყველაფრით რაც პუტინმა თქვა, პრინციპში აი ამ ნაწილშიც დასცინა ამერიკის შეერთებულ შტატებს და წარმოაჩინა, რომ ისინი ძალიან არასერიოზულად ეკიდებიან საკითხს და ძალიან არასერიოზულია მთლიანობაში ეს შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, როდესაც თურმე არც უკრაინელებს, არც ამერიკელებს, არც თქვათ სხვა დაინტერესებულ პირებს არ აქვთ წარმოდგენა იმაზე, რა ხდება რეალურად ფრონტის ხაზზე, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამშვიდობო პროცესი ამ ზავის გაფორმების შემთხვევაში, ცხადია აქ გარდა იმისა, რომ მინიშნება, რომ არავინ არ არის ის ხალხი კომპეტენტური, ასევე მინიშნება არის იმაზე, რომ რაც მანამდე თქვეს, რომ ისინი არანაირად არ განიხილავენ იქ ვინმე სხვა ქვეყნის წარმომადგენლების სამშვიდობო თქვათ დანაყოფების ჩაყენებას ევროპელების თუ სხვების საერთოდ არ უშვებენ ამას. ამბობენ და წინა დღეებში თქვეს, რომ ეს მათთვის აბსოლუტურად წითელი ხაზი გახლავთ და მთლიანობაში თქვეს, რომ კი, თქვენ მადლობა, კარგი ბიჭები ხართ, მადლობა ტრამპს, რომ აი ესეთი გულისხმიერია ინდოეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, რომ უნდათ მშვიდობა, მაგრამ ბოდიში და ესე არ მუშაობს. ეს პირდაპირ ერთი ნაწილი და შემდეგ უკვე, ნუ როდესაც პუტინმა დაასრულა თავისი სიტყვა და ეს არგუმენტები ჩამოასახელა, შემდეგ სცენაზე გამოდის უკვე ლუკაშენკო და გამოდის ძალიან ცინიკური განცხადებებით. მისი მიზანი აი ამ განცხადებებში ცალსახად იყო ზელენსკის დამცირება, რაც პირველი შემთხვევა არ არის, თითქოს ის პატარა გამოუცდელი ბიჭია, რომელმაც არ იცის რას ეთამაშება, ეს ერთი და მეორე კიდევ ცდილობდა გავლენა მოეხდინა თითქოს უკრაინულ საზოგადოებაზე და ეთქვა, რომ არა თქვენთვის არავინ არ არის, თქვენ მხარეს არავინ არ არის, არავინ არ დაგეხმარებათ, არც არავინ დაგხმარებიათ და ისევ ჩვენ აი სამი სლავური ერი შეგვიძლია რომ ერთად ვიყოთ და ჩვენს იქით გზა არ გაქვთ. აი ეს იყო მთელი ქვეტექსტი, სათქმელი, ერთ-ერთი არგუმენტი, რაც ლუკაშენკომ აი ამ ნაწილში მოიხსენია, იყო ის, რომ სად იყო ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები მინერალებთან დაკავშირებით 3 წლის წინ, როდესაც თქვენ ომისკენ წაგაქეზეს. ახლა დაჭირდათ ეს მინერალები და ახლა შემოვიდა ეს ყველაფერი დღის წესრიგ
საზექში. და მისი სათქმელი ხო ეს იყო, რომ არავის არ აინტერესებს თქვენი ყოფა, ისევ ჩვენ თუ გიშველით, მოდით გაიგონეთ ის, რასაც ჩვენ გელაპარაკებით, აღმოვფხრათ ის საფუძვლები ამ კონფლიქტის, როგორც თავად უწოდებენ, საფუძვლები, რომელიც არსებობს და შემდეგ უკვე კი ჩვენ ხოცეთ, შემოვიჭერით, რუსეთმა მოახდინა ამდენი ტერიტორიის ოკუპაცია, მაგრამ ეს ისედაც ჩვენი მიწები იყო, ისედაც რუსებმა ააშენეს ეს ოლქები და ქალაქები და მოდი აღიარე შენი შეცდომა, დაყარე ფარხმალი, არანაირ ბრძოლას აზრი არ აქვს და მოვაწეროთ სწორედ ამ საფუძვლების, პრობლემების საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ ხელშეკრულებას ხელი. ეს არის რუსეთის და მათთან ერთად ბელარუსის ლიდერის სათქმელი, რომელმაც განავრცო პუტინის საუბარი პრინციპში და ამასთან ერთად ორივეს მხრიდან იყო ცალსახა მინიშნება ტრამპის ერთგვარ რბილ მუქარაზე, რომ თუ პუტინი არ დაყვება მის ნებას და არ უპასუხებს ზელენსკის ნაბიჯს შემხვედრი ნაბიჯით და არ მოაწერს ხელს სწრაფად ცეცხლის შეწყვეტას, ამ შემთხვევაში დაწესდება სანქციები. აი ამაზეც მოვისმინეთ პოზიცია, რომ მათ ეს სანქციები საერთოდ არ აინტერესებთ. 3 წლის განმავლობაში დაწესებული სანქციების მიუხედავად მათმა ეკონომიკამ იპოვა გამოსავალი, იპოვა სხვა არხები დაფინანსებისთვის და ამითაც ვერავის ვერ შეაშინებენ. ერთ სიტყვით, როდესაც თავში ვთქვი, რომ ყველანაირად პრინციპში დაამცირა რუსეთმა, პუტინმა შტატების მცდელობები, ამ ყველაფერში გამოიხატა და საბოლოოდ რა ვნახეთ, რომ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გვიან უკვე შეხვდა სტივ ვიტკოვს და ამ შეხვედრიდანაც არაფერი გაგვიგია. დახურულ კარს მიღმა, ისე რომ მედიასთან არავინ არ გამოჩენილა. მოკლედ რომ ვთქვათ, დაახლოებით როგორ რაღაცას გავს, რომ თავშიც ვახსენე შუა დღეს ეს კაცი უკვე მოსკოვში იყო ჩასული და საღამოს ლუკაშენკოსთან გადახვევის და ხელის ჩამორთმევის და მთელი ამ შოუს დადგმის შემდეგ, რაც პირდაპირ ეთერში მთელმა მსოფლიომ ნახა, ასე კამერებს მიღმა, ყოველგვარი რაღაცა თუნდაც მიღების კადრი მაინც გაერთოლებინათ, ხო? რაღაცა დახვედრის ცერემა აბსოლუტურად დაამცირეს ეს კაცი. გარდა ვიტკოფისა, აქ არის კიდევ ერთი დეტალი, რაზეც მინდოდა თქვენთან საუბარი, რომ მათ არ დაუშვეს ამ მოლაპარაკებებზე კიტ კელოგი. გენერალი, რომელიც არის ასევე სპეციალურად შერჩეული კადრი ტრამპის მიერ და პირდაპირ გახდა ცნობილი რუსული წყაროებიდან, რომ კელოგი მათთვის მიუღებელი პირია, ფიქრობენ, რომ ის არის უკრაინის მხარეს, ასე ვთქვათ, და პროუკრაინულად განწყობილი და არ უცხადებენ ნდობას და მასთან სასაუბრო არაფერი არ აქვთ. ანუ ესაც რამხელა დამცირებაა პირდაპირ ვთქვათ, ხო? ანუ ამერიკის შეერთებული შტატები აგზავნეს რაღაც ჯგუფს და ამ ჯგუფიდან ვიღაცებს იღებენ, ვიღაცებს არ იღებენ, ვისაც იღებენ ერთ კაცს იმასაც მთელი დღე ალოდინებენ, ბოლოს ერთი კადრი გავრცელდა, სადაც ეს ვიტკოფი ტოვებს შუაღამისას, არც იცოდნენ სად იყო შეხვედრა, სად არ იყო, ტოვებს და მიდის უკვე აეროპორტში, ხო? და ამის შემდეგ აბსოლუტური სიჩუმე, ითქვა ის, რომ შესაძლოა ისიც გაურკვეველია, როდის ტრამპს დაელაპარაკება პუტინი. და ესე ყველაფერი დარჩა ისე, მხოლოდ შევიტყვეთ მოკლედ ის, რაც ამ დადგმულ შეხვედრაში, სადაც არ იყო არც შტატების წარმომადგენელი, არც სხვა ვინმე, იჯდა პუტინი, იჯდა ლუკაშენკო, ისინი თავისი პრიორიტეტებიდან, თავისი ხედვებიდან გამომდინარე საუბრობდნენ და სხვათა შორის ასე მეორე ხარისხოვან ნაწილში ამ შეხვედრის თქვეს რომ ხო, გავიგეთ თქვენი შეთავაზება, მაგრამ ესე არ გამოვაჯიგრებო. არ ვიცი, მეტი რა შეიძლება ითქვას. სახეზეა ფაქტი, სხვადასხვა მხარეს ყველაფერი ცხადი გახდა. რუსეთის პოზიცია აბსოლუტურად ნათელი არის. ისინი აპირებენ ბოლომდე მიაწვნენ თავის გეგმას. უკრაინის მხარეს რაც შეიძლება ვთქვათ,
პრინციპში რაც სურდა ზელენსკის მას ყველაფერი აქვს და იმაზე მეტიც აქვს, რაც შეიძლება წარმოედგინა ვინმეს 1 და 2 თვის წინ, ხო? ანუ შტატებთან ურთიერთობა დაალაგებული არის, იარაღის აღდგენა მოხდა, რომელიც იყო პაუზა თეთრი სახლის სკანდალის შემდეგ, უკრაინა კვლავ იღებს ამერიკულ შეიარაღებას და არ არის გამორიცხული შემდეგში კიდევ მოხდება შესაძლოა კიდევ იყოს ყოველ შემთხვევაში, ჩემი სურვილი ასეთი არის, რომ იქნებ გაგრძელდეს ეს ნაწილიც და მხოლოდ ბაიდენის დროს დამტკიცებულ პაკეტზე არ შეჩერდეს შტატები, ალბათ ეს დამოკიდებული იქნება შემდგომ პროცესზე, მაგრამ არც შემდგომში არ მგონია, რომ რაღაცა პუტინმა პოზიციები შეიცვალოს. სადაზვერო ინფორმაციას იღებს შტატებისგან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი არის და ხედავთ რა ხდება ევროპის მხრიდან და ბრიტანეთის მხრიდან, მათ გააორმაგეს ასე ვთქვათ, ხარჯები და გააორმაგეს უკრაინის მხარდაჭერა ყოველდღიურად ვეცნობი ნიუსებს, სადაც ახალი ტიპის შეიარაღების მიწოდებაზე და ახალ-ახალი ფინანსების გამოყოფაზე საუბარი. როგორც მთლიანად ევროკავშირის ფორმატში, ასევე ინდივიდუალურად ცალკეული ქვეყნების მხრიდან. ძალიან კარგი ნიუსები მოდის ასევე გერმანიიდან, სადაც ახლად არჩეულმა კანცლერმა განაცხადა, რომ 900 მილიარდის მობილიზება იგეგმება იმისთვის, რომ გერმანია დაბრუნდეს და მან თქვა, რომ გერმანია დაბრუნდა და ის მზად არის, რომ პასუხისმგებლობა აიღოს კონტინენტის უსაფრთხოებაზე. ხედავთ ასევე ბრიტანეთის ძალიან დიდ ძალისხმევას და არ უნდა გამოგრჩეს და ამაზე ერთ-ერთ წინა ვიდეოში ვსაუბრობდით თურქეთის ჯართულობაც და თურქეთის ახალი ინიციატივები. ერდოღანი ერთის მხრივ ცდილობს, რომ ეს მომენტი გამოიყენოს იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გააქტიურდეს. ჩვენ მუდმივად ვხედავთ თურქი პირველი პირების ჩართულობას სხვადასხვა სამიტებში, ვხედავთ ორმხრივ შეხვედრებს, ვნახეთ ზელენსკის განცხადებაც, რომ უკრაინასა და თურქეთს შორის მოსალოდნელი არის ახლო მომავალში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება და მთელი რიგი საკითხების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. ერთი სიტყვით მივიღეთ ფაქტია ევროპის გამოფხიზლება. მათი ხარდაჭერის ზრდა როგორც უკრაინის მიმართულებით, ასევე თვითონ ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მეტი შესაძლებლობების შექმნისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთო, ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში და კონკრეტული პროექტები და ციფრებიც უკვე სახელდება. ევროკავშირის ნაწილში იყო 800 მილიარდის მობილიზებაზე საუბარი, როგორც გითხარით, ცალკეულად გერმანია 900 მილიარდის მობილიზებას გეგმავს და ბრიტანეთი 2 მილიარდზე მეტი თუ არ ვცდები 2.6 მილიარდის გამოყოფაზე, ფუნტის გამოყოფაზე საუბრობდა მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში უკრაინისთვის. ანუ საერთო ჯამში რომ შევაფასოთ სიტუაცია, უკრაინის მხარეს ყველაფერი მეტნაკლებად დაალაგდა და თუ მათ აქვთ შესაძლებლობები იმისთვის, რომ თქვათ გააგრძელონ მათი გეგმით სვლა და ამბობენ, რომ აქვთ ამის შესაძლებლობები, საკმაოდ კარგ პოზიციაში არიან ამ მხრივ, მხარდაჭერის მხრივ და რაც მთავარია, მოიპოვეს ასევე შტატების მხრიდან ცალსახად პოლიტიკური მხარდაჭერა იმ პატარა სკანდალის და არასასიამოვნო ინციდენტების შემდეგ, რაც ეხებოდა თეთრ სახლში გამართულ ტრამპის ზელენსკის შეხვედრას. და გადავინაცვლოთ ახლა უკვე შტატებში და თქვათ პრინციპში რას უნდა ველოდოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან. პრინციპში ყველაფერი ცხადი არის, აქაც ახლა ტრამპს აქვს სამოქმედო და ახლა გამოჩნდება ზელენსკისთან წნეხის ნაწილში ვნახეთ რასაც აკეთებს და რომ შეუძლია რომ პატარა მოთამაშესთან და დაზარალებულთან წნეხი განახორციელოს. აბა ვნახოთ ახლა რა მოხდება პუტინის შემთხვევაში.
პირველ ეტაპზე უნდა ითქვას, რომ სიფრთხილე იგრძნობა, აღარ არის ტრამპი ისეთი ომახიანი, როგორიც იყო თუნდაც 2 დღის წინ, როდესაც ამბობდა, რომ მე შემიძლია ძალიან ცუდად მოვექცე რუსეთს, მე შემიძლია რაღაცა უმძიმესი სანქციები დაუწესო. იყო ერთი ინფორმაცია, რომ იწყება პროცესი იმ ნაწილში, რომ სანქციები შეეხოს, შეზღუდვები შეეხოს მესამე მხარეებს, საფინანსო ორგანიზაციებს და ბიზნეს სექტორს, ვინც დააპირებს სანქციების გვერდისავლით რუსეთთან თანამშრომლობას და მათ ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით ნავთობის ექსპორტში ხელის შეწყობას და ამ ტრანზაქციებში იქნება ჩართული, მათ შტატებში უთხრეს, რომ ეს ასე აღარ იქნება და მათ მოუწევთ ამ შემთხვევაში უარის თქმა შტატების საფინანსო სექტორთან და ბიზნეს სექტორთან ურთიერთობაზე და ეს სიგნალი წამოვიდა ჯერჯერობით, თუმცა არ გვინახავს პრინციპში რაიმე სახის ტრამპის აღშფოთება და განრისხება. ძალიან ველოდები შემდგომ ნაბიჯებს ამ ნაწილში, თუმცა ბოლოს რაც შემოხვდა ნიუსი იყო ის, რომ ტრამპი ამბობდა, რომ დაველოდები ორშაბათს იქნება, ორშაბათს რაიმე შეიცვალოსო, აქ იგულისხმებოდა ალბათ ის, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარზე არის შესაძლოა შეთანხმება და ასევე ელოდება დაწვრილებით ინფორმაციის მიღებას ვიტკოფისგან, რომელიც მოსკოვში გუშინ მართავდა შეხვედრებს და ამ პოზიციების შეჯერებას. ვნახოთ, მე ამ პროცესებს ცხადია დავაკვირდები და გაგიზიარებ შემდგომშიც ჩემს მოსაზრებებს. დღეისათვის კი რომ შევაჯამოთ, სიტუაცია აი ასეთი არის. ომი გრძელდება და არა ისე სხვათა შორის, როგორც ამას პუტინი აღწერს თავისი პროპაგანდისტვის გამიზნული განცხადებებით. უკრაინაში საპირისპიროს ამბობენ, კურსკში ამბობენ, რომ არავინ არ არის ალყაში მოქცეული და მათ მიზანმიმართულად გამოიყვანეს დიდი ნაწილი უკვე სამხედროების კურსკის ოლქიდან. შეგახსენებთ, ეს რუსეთის ტერიტორიაზეა საუბარი, სადაც შეტევა წამოიწყეს გასული წლის ზაფხულში. უკრაინელმა სამხედროებმა ზელენსკი ამბობდა, რომ კურსკის ოპერაციამ თავისი ამოცანა შეასრულა. ერთის მხრივ პირველ ეტაპზე შემცირდა კონცენტრაცია, ვთქვათ, აღმოსავლეთის ფრონტზე და მოუწია რუსეთს, რომ გადაესროლა კურსკის მიმართულებით თავისი შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი. შემდგომ უკვე ეს კრიზისი, რაც უფრო გაფართოვდა რუსეთისთვის, უფრო და უფრო მეტი დანაყოფების მოხსნა და კურსკში გადასროლა მოუწიათ. ახლა კი, როგორც ზელენსკი აღნიშნავდა, ეს ამოცანები დღის წესრიგში აღარ არის, ამისიან თავისი ამოცანა შეასრულა და ახლა თუნდაც პოკროვსკის მიმართულებით და აღმოსავლეთის სხვა სექტორებში მათთვის სასარგებლოდ ვითარდება მოვლენები. მარტო განცხადებებსაც რომ არ დავეყრდნოთ, არსებობს ინფორმაციული რუკები, არსებობს ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს სწორედ ამას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში აღმოსავლეთით უკრაინას აქვს უპირატესობა, მათ დაასტაბილურეს ფრონტის ბევრ სექტორზე, მათთვის სასარგებლოდ მდგომარეობა და ამას ემატება სამხედრო შესაძლებლობები, რომელსაც ისინი პერიოდულად იღებენ, როგორც დახმარების სახით, ასევე საკუთარი წარმოების თვალსაზრისით. მათ წელს ძალიან კარგი მიღწევები დააფიქსირეს იარაღის წარმოების კუთხით, სხვადასხვა კატეგორიის დრონების წარმოების ნაწილში, რაც წამყვანი პროდუქტია მათი სამხედრო წარმოების და ბევრ სხვადასხვა სახეობას მოიცავს. ამის შედეგებს ხედავთ მათ შორის თუ ადევნებთ თვალს ნიუსებს ყოველდღიურად, რა ხდება რუსეთის სხვადასხვა ოლქებში, ხშირ შემთხვევაში უკრაინის საზღვრიდან 500, 1000 და 1500 კილომეტრის მოშორებით როგორ ხორციელდება ავიაიერიშები დრონების გამოყენებით, როგორ გიზგიზებს იქ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, თბოელექტროსადგურები თუ არ ვიცი, სხვა ლოჯისტიკისთვის და ვთქვათ, ენერგო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორ მიიტანეს მათ შორის იერიშები მოსკოვზეც, იყო ამასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია, მათ შორის გუშინაც საჰაერო იერიშები იყო დრონებით.
ეს ყველაფერი პრინციპში ეკონომიკურ წნეხთან ერთად, სანქციებთან ერთად მართალია ამის ეფექტს რუსეთში არ აღიარებენ, მაგრამ თუ რეალურად მესამე მხარეებს, მესამე მოთამაშეებს ქვეყნები იქნება თუ კომპანიები ჩაუკეტავენ შესაძლებლობას, რომ რუსეთთან სანქციების გვერდის ავლით მათ ითანამშრომლონ, შესაძლოა რომ ეს წნეხი უფრო და უფრო მეტად გაიზარდოს რუსეთის ეკონომიკაზე, შესაძლოა თუ ამის პოლიტიკური ნება იარსებებს, ამას მინდა ხაზი გაუსვა როგორც ევროპის მხრიდან, ასევე ბრიტანეთის და ევროკავშირის ბრიტანეთის და შტატების მხრიდან და ცხადია, ბევრი რამე დამოკიდებული იქნება ისევ რომ დაუბრუნდეთ ამერიკის პოლიტიკაზე. აბა ტრამპი ვნახოთ ახლა რა სიზავს. მოკლედ, დაგემშვიდობებით აქ თავასრულებ, მე მგონი მეტნაკლებად შევეხი ყველაფერს, რისი თქმაც მინდოდა და როგორც გუშინდელ შეხვედრას, პრინციპში შედეგი რა გვაქვს, ვინ რა სიტუაციაშია, არ არის ცხადია ადვილი, არავის არც მე არ ვარ იმის მომხრე, რომ რაცა ომი ასე დაუსრულებლად გრძელდებოდეს, მაგრამ ცხადია, რომ მე მაქვს ჩემი პოზიცია. ძალიან გულშემატკივრობ ცხადია უკრაინას აი ამ პროცესში და იმასაც ხვდები და ალბათ თქვენც ძალიან კარგად გესმით ეს საკითხი თუ რამდენი რამე არის დამოკიდებული ახლა ჩვენი ქვეყნისთვის აი ამ პროცესზე და როგორ წარიმართება შემდგომში უკვე ჩვენთანაც პროცესები. ფაქტი ერთია, რომ საქართველოში ეს ქართული ოცნების საინფორმაციო კამპანიები მიმართულია იქით უკვე ბოლო, ვიცი ალბათ 1 წლის განმავლობაში, რომ ხალხი ცდილობენ შეაგუონ რუსულ ნარატივს, რომ რუსეთი ამომს იგებს, რომ უკრაინა ყველამ გაწირა, ხედავთ აშკარად ნიშნებს, რომ იქ რაღაც როგორც კი რუსეთიდან დაიწყო კრიტიკა ევროპის, მას შემდეგ რაც ევროპამ გამოიღვიძა და იარაღის წარმოებაზე და უკრაინის დახმარებაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ აქაც დაახლოებით იგივე ნიშნებია, რომ deep state მობრწყალებში ახლა თურმე ევროპაში გადაინაცვლა და იქ იკიდებს ფეხს და deep state და ნუ არ ვიცი სიგიჟე ხდება ამ ხრივ. ერთი სიტყვით ეს პროცესი ჩვენ ქვეყანაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. სხვათა შორის მაინტერესებს ეხლა ტრამპს რუსეთში აქებდნენ ბოლო პერიოდში, გადაცემებს უძღვნიდნენ, მასკსაც, იგივე ხდებოდა საქართველოშიც და აბა ვნახოთ ახლა თუ დაიძაბება რუსეთსა და პუტინსა და ტრამპ შორის ურთიერთობები, სხვათა შორის მაგასაც ვაკვირდები. საქართველოში როგორი რეაქცია მოყვება ამ ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების მიერ კონტროლირებად მედიაში როგორი გამოხმაურებები იქნება, ამაზე ძალიან ვერთობი ხოლმე. ბოლოს დუგინის განცხადება იყო ძალიან საინტერესო, იქ სწორედ deep state-ზე საუბრობდა და მათ გაძლიერებაზე და რიგი პოლიტიკოსების, ქართველი პოლიტიკოსების სტატუსები და განცხადებები გამახსენდა და ნუ აი ესეც საინტერესო პროცესია რა, როგორ მოყვება იქ ეკოები რუსეთში განვითარებულ პროცესებს აქ საქართველოში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება ისე, რომ უკრაინა თავის ამოცანებს შეასრულებს, თავის მიზნებს არ დათმობს და მოახერხებს ევროპამ იმას, რომ რეალური ხელშესახები მხარდაჭერა ექნება უკრაინას და ამით შეჩერდება ეს რუსეთის წინსვლა და მისი ამოცანა, რომ ერთ დიდ ნაცრისფერ ზონად აქციოს უკრაინა, მთლიანად მისი სამეზობლო, მათ შორის ჩვენც. არ ვიცი, გამიგრძელდა, მე მგონი სხვა თემაზე გადავედი, საკმარისია ალბათ. დაგემშვიდობები, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ვიდეოები საინტერესოა და ფიქრობთ, რომ ადეკვატურად ვეხმიანებით მიმდინარე პროცესებს და თქვენთვის საინტერესოა ეს კონტენტი, გამოგვიწერეთ, ამით ძალიან დაგვეხმარებით, გაავრცელეთ ვიდეოები და მხარი დაგვიჭირეთ, რომ უფრო და უფრო განვითარდეთ. ნახვამდის.